მოგესალმებით მეგობრებო, მე და ბატონი იოდა. მიუხედავად იმისა, რომ წინაზე თქვი ჯერჯერობით არ ვაპირებთ გამოსვლას აქციაზე, თქო, მაინც გადავწყვიტე გამოსვლა, იმიტომ რომ ეხა ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი არის. და თან დღეს რასაც გავიგებ აქ, მომავალი გეგმები რაც იქნება, მაგას გაგაგებინებთ აუცილებლად და გავესაუბრები ხალხს დღეს რას ფიქრობენ, ვინ არიან, რამდენი ვიქნებით და ასე შემდეგ. მოკლედ გაჩვენებთ შიგნიდან ამ საპროტესტო ამბავს რა. Yo. ვაფიქსირებთ საკუთარ აზრს, ვაფიქსირებთ განუკითხავობა როა მაგასთან დაკავშირებით მცირე პროტესტს, მცირე აღარა, ბევრი ხალხია საკმაოდ. მე მგონი შეეხო ბიჭებსაც და ახმაურდნენ ცოტა ფიქრობენ, რომ თუ არ დააფიქსირე აზრი, უარესობისკენ მიდის ყველაფერი. შესაბამისად, რავი, ჩვენი სათქმელი და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. შენი გამოსავალდაში. გამოსავალი არის იმაში, რომ დღისით ძალიან ბევრი ისეთი ხმაური არსებობს ქალაქის მასშტაბით, რომელიც მოტოს ხმაურს აჭარბებს. მინიმუმ ის არის გასახილველი პირველ რიგში, რომ ეს აკრძალვა რაც არის, მოქმედებდეს ღამის საათებში. ქარხნულ მაყუჩებზე და ქარხნულ გამშვებზე რო სიზესაზღვროებები ხდება, მაგაზე საუბარი ზედმეტია საერთოდ, ანუ ეგრო მოსაგვარებელია ყველა ვიცით ყველამ და ყველა თანხდებით. უბრალოდ ვფიქრობ, რომ აი ამას აქვს აზრი რა, თუ არ დაინახეს, რომ ხალხს რაღაცა გააჩნიათ, რაღაც ამ ყველაფრის და ამ არაზმის წინააღმდეგ რაღაც წინააღმდეგობები გააჩნიათ, ისე ანუ ორს არ იბერყავენ მარტივად რო ვთქვათ და რავი, ვაფიქსირებთ ჩვენ აზრს რა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რა შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ მშვიდობიანად შევიკრიბეთ რა ბიჭები და გოგოები და გვინდა რომ რაღაც სიტუაცია ისე დავაგდეს, რომ ჩვენ შვიდად გადაადგილება შეძლო და ქალაქშიც არ იყოს ქაოსი და თუ მაგამდე მივალთ, შვიდობით ძალიან კარგი იქნება რა. მეც პირადად მაქსიმალურად ბაიქს ხმის ჩამხშობით ჩაუყენე, მაგრამ დავდივარ დაშინებული და მინდა რომ აღარ იყოს ეგრე რა. ყოველ შემთხვევაში დღის განმავლობაში მაინც მეტი შესაძლებლობა გქონდეს. ეს აპარატები რო საუბრობდნენ, შემოიტანონ, დააკალიბრონ, ოღონდ რაღაც ისეთ რეალურ დონეზე, რომ აი 80 დეციბალი რო იძახიან და მეტრიდან გასინჯონ, აი საუბრის ხმა არის ხა რომ საუბრობთ, აზრი არა აქვს რა და რაღაცა რეალურად, ადეკვატურად გაკეთდეს. მეც მომხრე ვარ რომ იყოს სიმშვიდე, მაგრამ არა ისე რომ აიგერება ვაფშე ვერ ვიარეს. მე ვფიქრობ იმას, რომ ძალიან გვჩაგრავენ და ანუ ესე რომ რაღაცა, აი მოკლედ რა საზომიც არა აქვთ. პირველ რიგში ის არის საჭირო, რომ რაღაცაზე რო გეუბნებიან, რომ გაჯარიმებ და ხალხს აწუხებ და რაღაცა ელემენტარული ის მაინც უნდა გქონდეს, რომ საზომი გქონდეს, გაზომო და რაღაც სტანდარტი უნდა არსებობდეს რა. მოდიან, გვაჯარიმებენ, არაფერს არ გვეუბნებიან. მერე ნუ იქ ექსპერტიზა ის ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ბოლოს მაინც შედეგი ის არის, რომ ჩვენ ვართ დაზარალებულები. სულ რომ ჩვენ გაგვამართლოს მერე ეს ექსპერტიზა იქნება და მოტო დაგვიბრუნონ და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს დრო ჭირდება, ფინანსები, ნერვები და ესე რო ვთქვათ, არასამართლიანად და არაადამიანურად ვიჩაგრებით. გამოსავალი ჩემი აზრით არის ის, რომ შემოიტანონ საერთაშორისო საზომები და აი ყველაფერი იყოს გაწერილი, რისთვისაც ჩვენც უნდა ვიყოთ მზად და ანუ ისინიც და არ უნდა იყოს ესეთი გაურკვევლობები და ასე შემდეგ. და ნუ ერთადერთი რაშიც შეიძლება რომ ჩვენც კომპრომისზე წავიდეთ არის ის, რომ მაგალითად ღამის 12 საათის მერე პირობითად რაღაცა აი დეციბალის მერე ან ხმაური არ უნდა შეიძლებოდეს. პირობითად მაგ კომპრომისზე შეგვიძლია რომ წავიდეთ ჩვენ, მაგრამ ესე რომ შუადღისით დგახარ შენთვის ვიღაცა მომოტოს წაგართოს, ან მანქანას წაგართოს, ძალიან უსამართლობაა რა ჩემი მხრიდან და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ რა. ნუ ეხლა ჩვენც არ ვართ ის ადამიანები, რომ აი გინდა თუ არა ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ აი ყველაფერი ხსნილი გქონდეს და რაღაც შეზღუდვა შეიძლება იყოს საჭირო, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ყველაფერი უნდა იყოს გაზომვადი და ყველაფერი უნდა იყოს ისე, რომ არ დავიჩაგროთ ჩვენ არანაირ ვარიანტში. ეხლა ვიღაც ვინც კანონს დაარღვევს, რაღაც ისეც და ეხლა ღამის 2 საათზე რო დაკეტილი გაზით დადიან, ეგრო არ არის სწორი, მაგას შენც დამეთანხმები და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი. დღევანდელ დღეზე მინდა რომ პოზიტიურად ვიყო განწყობილი და რაღაც იმედიანად ვიყოთ რა და
ამ კანონს რაც შეეხება, ამ კანონზე კარგს ვერაფერს ვერ ვფიქრობ, რა სრული ტერორი ხდება ამ ყველაფერში და უკანონობა იმ კანონითაც კი რა კანონიც მიიღეს. იმ კანონითაც უკანონობა ხდება. ბაიკებს გვართმევენ უკანონოც. გამოსავალი არის ის, რომ როცა რაღაც კანონის მიღებას გადაწყვეტ ადამიანი, იმ სფეროში ჩახედულ და მცოდნე ადამიანებთან მაინც უნდა გაიარო კონსულტაცია, თუ კაი ფედერაციას არ მიადგები და ძალიან ისეთ ხალხს არ მიადგები, ვინც უფრო მეტად ერკვევა კიდევ ვიდრე მოყვარული რა. ელემენტარული არის ეს ყველაფერი. და აი ამის გარეშე რო ხდება კანონის მიღება, იმიტომ ხდება აი ეს. იმის მაგივრად რომ სახელმწიფო ხელს გვიწყობდეს რომ პირიქით ორბორბლიან ტრანსპორტზე გადმოვიდეთ და განიტვირთოს რაღაცნაირად ეს ქალაქი პირიქით მანქანით მოვედი. ანუ აი ხო ხდები რა საშინელება სრული კატასტროფა და აუზაური რა ყველგან სამწუხაროდ არა მარტო ამ სფეროში იმედია გვეშველება იმედია მოისმენენ ჩვენ ხმას და რაღაცნაირად საერთოზე შევჯერდებით თორე ესე ვერ წავალთ წინ ვერანაირად ვერ წავალთ პოზიტიურ ნოტაზე გამოვედით გასაპროტესტებლად და ჩვენ ხმას ვაფიქსირებთ რა რაში ხედავ ეგ მაინტერესებს გამოსავალი პროფესიონალი რა რავი ალბათ დეციბელების ყურით ზომა არ უნდა მოხდეს უსამართლობა არ უნდა იყოს და უნდა იყოს სამართლიანი და ანუ დაჟა ასე ზისი დაგანებეთ თავი ძმაო მაშინ რავი შენებლობები აკრძალეთ ო ეგ უფრო ტვინს ბურღავს როცა პერფერატორით მიბურღავთ თელი დღე სამიერად რო გაივლის მოციქე ეგ ნაკლებად შემაწუხებელია რა რეალურად ტესტოსტერონს ნუ გვართმევთ ერთი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ეხა ერთი მოტო გაიქცა პატრულს ეგან და შემოვარდა აქ რაღაცა უნომროთ თუ რაღაცა როგორ შეიძლება მეგობრებო ეხა ნუ რას უშვებით ჩვენ რეპუტაციას თქვენ მაგ აქციებით ხო ხვდებით ეხა რა და ეხავს რა ჯერ საფრთხეს უქმნის შენ თავს და სხვებსაც და მე საერთოდ სულ ყველას რეპუტაციას როგორ ექცევი მაგით რა თან იცი სადაც მოდიხარ რა აქ ხარ რა ანის ასეთ საქმეზე არ არის კაი ამბავი ეგ რა მოკლედ რო თქვა მეგობრებო ეს დეციბელები ზოგადად ძალიან სისულელე არის ამ ქალაქში დღისით რა თქმა უნდა ძალიან სისულელეა იმიტომ რომ ვიღაცა რო გვერდზე პერფერატორით მუშაობს და რაღაცა გზებს ანგრევენ და მე რაღაცებს აშენებენ და ასე შემდეგ რა სანამ ქვევით ცხოვრობდი აი დიდი ღომში სოკოებივით ამოდის ისინი რა ქვია ბინები და სულ ხმაურია და სულ ერთი ამბავი არის დღისით და დღისით ეს დეციბელები ზოგადად ძალიან სისულელე არის საფრთხეს არანაირად არ ქმნის გადაკეთებულიც რო კონდეს მაყუთში ვინმეს არა არც თავისთვის და არც სხვისთვის რავი რა შეიძლება მოხდეს რამე აფეთქდეს ან რაღაც არ ამგონია ყოველ შემთხვევაში არ გამიგია ეგეთი არაფერი ხო და აი ღამით რო არ შეიძლებოდეს და რაღაც ეგ კიდე გასაგები არის იმიტომ რომ ბევრი არანორმალური და ცოტა შტერი არსებობს ვისაც მოტო წავს და მანქანაც და შეუგნებელი რა რომელსაც ვერ გააგებინებ და აზრიც არ აქვს იმათ გამო რომ ჩვენც ამ ერთ ქვაბში მოვიხარშებით კიდე მივიღებ იმას რომ ღამით იყოს აკრძალვა კონკრეტულ ადგილებში დასახლებებში მაგრამ დანარჩენი ეს ყველაფერი არის სისულელე რა და ის რომ გამოაგდეს კიდე ხა ახალი თემა რა ქვია ტექდათვალიერების აი ეგეც არ მესმის იმიტომ რომ არ მეგულება ადამიანი ვისაც მოსწონდეს რომ თავისი ან მანქანა ან მოტო არის გაუმართავ და ფეხებზე იკიდოს არ მეგულება ესეთი ადამიანი ეს ყველაფერი მიდის ისევ გაჭირვებამდე რა ხო და იმის საშუალება რო არ აქვს ადამიანს რომ რაღაცა სტოპი შეცვალოს ან რაღაცა მოხვევის ციმციმა ან რაღაცა მართლა ხო იმას კიდე ვალდებულება დააკისრო რომ რაღაცა წელიწადში ერთხელ მოდი ფული გადამიხადე და მაჩვენე რომ ყველაფერი წესრიგში გაქო აი ცოტა სიგიჟე მგონია ანუ დღევანდელი შეკრება იყო წინა შეკრების გაგრძელება ოღონდ უფრო ფართო მასშტაბით წინაზე თუ ვიყავით 50 კაცი დღეს ვართ კი ხედა 200 კაცი ხო და შემდეგში ვიქნებით კიდე უფრო მეტნი ჩემი შემთხვევა რაც იყო ეს არის არაერთი პრეცედენტი იმისა რომ შენ მართალი ხარ არა ხარ მართალი ქართული გიყენია სამხაროების ექსპერტიზა გააქვს აი რო იტყვიან ხოლმე წამდე მართალი ხარ რომ მაინც გადაყავთ იმიტომ რომ აქვს მაგის უფლება მე გეუბნევ 10 დღეში გაასაჩივრეო და ნუ ეს 10 დღე შეიძლება გაიწელოს 2 თვემდე როგორც ჩემ შემთხვევაში ხდება ჩვენი მიზანი რა არის ახლა რო გიყენია ქართული ყველაფერი წესრიგში
ქარხნული ხო მიყენია. საბუთი ხო ავიღე ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ქარხნულიო, ესო არის ამისთვისო და გადაუკეთებელიაო. პატრულმა მითხრა, რომ მეო, ესო გადაკეთებული მგონიაო, გადაიყვანეს. ეს საბუთის წარმოადგინე გავასაჩივრე. მე მეუბნევა დადგენილებით საპატრულო პოლიცია. შენ უნდა წარმოგედგინა იმ დღისო, ანუ როცა გადაყავდათ იმ დღის მდგომარეობითო, თორე სხვასო ვერ ვენდობი და იმ საათის და იმ წამის, თორე შეიძლება 1 საათში გადააკეთო და რაღაცა მარაზმამდე მიდივარ და ალოგიკურობამდე. ხო და გავასაჩივრე, 2 თვე არის გასული. მეორე ექსპერტიზა გავაკეთე, დაჩქარებული. ნუ ეს ხო თანხებში და ადგილზევე საჯარიმოზე არ გამომყვა სპეციალურად, რომ რადგან გამომტყუნეს, დაუმტკიცო, რომ მართალი ვარ, იმიტომ რომ ველოდებოდი რაღაცა ლოგიკურ მსვლელობას და სამართალს მათგან რა. ხო და ეხა მეორეს ვაკეთებ. მე გამოვიყვან და მე სასამართლოში მინდა რომ ეს ჩემი სიმართლე დავამტკიცო, იმიტომ რომ საპატრულოში არ დამტკიცა ჩემი სიმართლე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს რომ მოვედით 200 კაცი, ეს იმას ნიშნავს, რომ 200 კაცი მოვიდა და ამბობს თავის ათქმელს, რომ ქარხნულებით რომ დავდივართ და იმ კანონის ფარგლებში რომ მოძრაობთ, პატრულმა უმიზედოდ არ უნდა წაგვართვას ტრანსპორტი. ხვალ ვიქნებით 400, 500. ტელევიზიებიც გააშუქებენ ამ ამბავს. საბოლოო ჯამში უნდა მივიდეს იქამდე, რომ ეს კანონმდებლობა უნდა ადაპტირდეს ტრანსპორტზე და არ უნდა იყოს აი რაღაცას დავწერ და მანქანასაც ერგებოდეს, ჰიბრიდულ მანქანასაც, მოტოსაც, სკუტერსაც და თვითმფრინავსაც და იმასაც, ტრაქტორსაც რა. ხო და ეს უნდა იყოს მორგებული მოტოტრანსპორტზე და არ უნდა იყოს კანონი რომ შემოვიდა ეგ გაზზე წერია და ბოლოში გამშვების სისტემაო და გაზის მაკომპლექტებელები და რა საქმე გვაქვს ჩვენ, ხო? ხო და რავი იმედია დაინახავენ, გაიგებენ და მოისმენენ ჩვენ სათქმელსაც, რომ მართალი ხალხი არ დაგჩაგრონ, არ წაიყვანონ ტრანსპორტები რა. ვინც არ ვაშავებთ იმათ არც უნდა გუდიონ და ვინც აშავებს იმათ უნდა მიხედონ და არა განურჩევლად ყველას. კი ბატონო, გამოსავალს რა შეხედავ? გამოსავალი უნდა შეიკრიბოს ესეთ ხალხი, ვისაც ესმის საკითხი, ვინც პროფესიონალია ამ საქმეში და ერთიანი შეჯერებული აზრით უნდა დარეგულირდეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში და არა ისე როგორც ეხლა ხდება, იქ ქარხნული გამშვებია თუ არა ქარხნული თუ როგორია, ზედაც რო არ უყურებენ და მიყავთ განურჩევლად რა. იძახიან რომ ექსპერტი არა ვარო და კი მიყავთ და თუ ექსპერტი არა ხარ, რატომ მიყავს მაშინ? ჯერ გაერკვიე საკითხში და მე წაიყვანე. პლუს ამას ყველა მოტოს აქვს თავისი ინდივიდუალური ქარხნულად დანიშნული თავისი ხმის დეციბელის ნორმები და ფარგლები. ეს ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს, ყველაფერი უნდა ქარხანა დამზადებისაგან მოცემული მანუალებით უნდა დადგინდეს და ყველა მოტოს ინდივიდუალურად სჭირდება მიდგომა და არა ერთ ქვაბში მოხარშვა ყველას. ეხლა სკუტერი რა ჩუმადაც დადის თავის კუბადურიდან გამომდინარე, ისე ჩუმად ვერ ივლის რა თქმა უნდა დიდძრავიანი მოტო, ძრავიდან გამომდინარე, მანქანისაგან განსხვავებით მოტო პირდაპირ ღია მატორია და სურო არაფერი, რაღაცა ელემენტარული ხმაური ექნება და ეხლა 80 დეციბელს რაც შეეხება, რა ვიცი, თმისაშრობი ფენი 80-ზე ბევრად მეც ხმაურობს და რა ვიცი, ფენებით ავგზავნოთ. ბევრი ვერ მეწერება რა. იმიტომ რომ რაღაცა რა ვიცი, აი როგორც რუსებს ჭირთ ისეთი შიშები დაგვეწყო მე მგონი ჩვენს ქართველებს რომ რაღაცა ვიღაცამ არ დამინახოს და მე არ ამომიჩემოს და არ დამიჭირონ და რაღაცა ეგეთი შიშებიდან რავი ეგეთი შიშებით მეგობრებო წინ ვერ წავალთ ეს ერთი და მე მეორე ზოგადად ეგ შიში რო არსებობს ეგ არის ძალიან ცუდი ესე იგი ისეთი პოლიტიკა აქვს ჩვენ ხელისუფლებას რომ რავი დააშინახ საზოგადოება და ეგ ძალიან ტეხავს რა მე პირადად რა ვიცი არაფერს არ მეშინია იმიტომ რომ არ ამგონია რაღაცას ისეც ვაკეთებდე რომ რავი ან დასაჭერი ვიყო ან რაღაცა მაგრამ რავი ვიღაცებს გონიათ რომ რავი დაიჭერენ რა ვიცი პრობლემებს შეუქმნიან რა აზრი არა უფრო მეტად კარგი იქნებოდა რომ ბევრი მანქანის ძღოლიც მოსულიყო იმიტომ რომ საერთო პრობლემა იყო და ეს ყველაფერი ძალაერთობაშიათი წყდება იმიტომ რომ ფიზიკურად არანაირი შედეგი არა აქვს ისე რომ პოსტავთან რაღაც დღევანდელი ჩვენი შეკრება დაანონსდება 4 შაბათ დღეს ისეთი შეკრება სადაც გვექნება ჩვენ უკვე გადაადგილება ქალაქის ქუჩებში
ეს ქალაქის ქუჩების გადაადგილება იქნება რა თქმა უნდა შეთანხმებული საპატრულო პოლიციასთან. ამის შემდეგ ვიქნებით სადმე ისეთ ადგილას შეკრებილი და რაღაც კონკრეტულ მოთხოვნებს მოვითხოვთ, ის რაც რეალურად გვეკუთვნის, რაც არის რეალურად სწორი და რაც არის ჩვენთვის მისაღები. ასევე რა თქმა უნდა მოსახლეობისთვის, ამიტომ 4 შაბათს დაანონსდება ეს შეკრება. სავარაუდო რიცხვს მაინც და მაინც ესე ამინდიდან გამომდინარე, სიტუაციიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, მაგრამ დაახლოებით რაც ვიფიქრეთ, არის მომდევნო კვირა დღე. ამ ანონსში უკვე როცა 4 შაბათს დაიდება, რა თქმა უნდა საპატრულო პოლიციასთან შეთანხმების მიღებიდან, რომ გვექნება თუ არა ეს რა ქვია, შეკრების საშუალება, ხომ მსვლელობა და მთელი ყველაფერი, ამის შემდეგ უკვე ზუსტ რიცხვს გვეტყვიან. ვერ გეტყვით ახლა ამ ყველაფერს მე ისე რომ კონკრეტული დღე უკვე ოფიციალურად გვაქვს. 4 შაბათისთვის დაახლოებით ვფიქრობთ რომ გვეცოდინება ეს დღე, როცა შევიკრიბებით და ამის შემდეგ უკვე, რა ვიცი, ჩემი თხოვნა იქნება არა მარტო ბაიკერები, მანქანის მძღოლებიც, ჩვენი ახლობლები, რომლებმაც თქვათ ვერ გაიგეს ან კიდე არ იცოდნენ მიუხედავად ამდენი პოსტების და იმის, გადავაზიაროთ, ისე უთხრათ, ისე გავაგებინოთ და ნუ რა ვიცი, ამდენი ადამიანი თუ ვიქნებით, კარგი იქნება და რაც უფრო მეტი, უფრო უკეთესი იქნება ამ ყველაფრისთვის. მოკლედ მეგობრებო, როგორც მოისმინეთ, 4 შაბათს დაიდება ინფორმაცია მსვლელობასთან დაკავშირებით. და ყურადღებით იყავით, გავაზიარებთ ყველა Facebook-ზეც, Instagram-ზეც, Motorcycle Club Georgia's page-ზეც დაიდება და სხვადასხვა page-ებზეც, რა ჩვენთანაც აუცილებლად ჩავაგდებ. პირადადაც გავაზიარებ და თქვენც ყველა მეცადეთ რომ გადააზიაროთ, ვინც ბაიკერები ხართ თუ არა ხართ, მანქანა ყავთ, არა ყავთ, არა აქვს მნიშვნელობა, რომ ბევრი უნდა ვიყოთ, მეგობრებო, ყველა ვარიანტში. ერთადერთი ახლა აქ კონკრეტულს ჩვენ სურვილები კი გვაქვს ყველას, რა თქმა უნდა, რომ ისე იყოს, ასე იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ კონკრეტულს ესე ხო არაფერს არ ვამბობთ ჯერ, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს სიმრავლე. სიმრავლე არის ძალა და როცა ძალა იქნება, შემდეგ კონკრეტულად ვიტყვით ყველაფერს რა როგორ უნდა იყოს. ჩემი პირადი აზრი არის ის, რომ სანამ დაალაგებს პატრული და შესაბამისი ორგანოები ამ თემას თუ როგორ უნდა იყოს, სეზონი მოვიდა, ეს სეზონი უნდა გვაცადონ, სხვა გზა არ არის და ამ სეზონის განმავლობაში ეს დრო უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ როდესაც უკვე დაუბრუნდებით ზაფხულიდან ქალაქებში, დაგვახვედრონ გამზადებული კანონიც, სწორად, გამართულად აღსრულებაც და ასე შემდეგ რა. კიდე ერთხელ მოგმართავთ რა ხალხო რა, არავის არ აკვირვებს ეგ თქვენი ბორბალის დაწვა და ცალიბორბლით სიარული და რაღაცა სიგიჟების კეთება. პირიქით და გვაკვირვებს კი არა, ძალიან ჩირკს ცხებს პირდაპირ ჩვენ რეპუტაციას, ხო და ძალიან გთხოვთ მეგობრებო, თუ თავს ვერ იკავებთ, დარჩით სახლში და ნუ გამოხვალთ, საქმეს ნუ გვიფუჭებთ. პატრულს გაიქცა ვიღაცა და აქ შემოვიდა ჩვენთან და ნუ მოკლედ რა. მერე ეს ქვაბი იზრდება, დიდდება და ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით, ხო და თქვენ გამო რომ ჩვენ ესე რაღაცა პრობლემები გვაქვს, არ არის სწორი. რავი, მეტი რა გითხრათ ახლა. მეც იმას გეტყვით, რომ ეს ვიდეო დაალაიქეთ, რომ ბევრმა ნახოს. აუცილებლად თუ გააზიარებთ, ძალიან კარგი იქნება და არხი გამოიწერეთ. აბა დროებით.